როგორც იცით, 30 მაისი გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღეა, რომელიც საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას, შესაბამისი დიაგნოზის მქონე ადამიანებისადმი სოლიდარობის გამოხატვას და მათ მხარდაჭერას ისახავს მიზნად. ამ დღესთან დაკავშირებით თბილისის სატელევიზიო ანძა ნარინჯის ფრად განათდება და ეს კიდევ ერთხელ დასტური იქნება ჩვენი მხარდაჭერის დამოკიდებულების აღნიშნულ მიმართულებაზე. გაფანტული სკლეროზი არის ცენტრალური ნერვული სისტემის არაპროგნოზირებადი დაავადება, რომელიც თავის ტვინსა და სხეულს შორის ურთიერთკავშირის პრობლემებს იწვევს, საბოლოო ჯამში კი მას ადამიანის ქმედულნარობის გამოწვევა შეუძლია. დედაქალაქის მერია ამ დაავადების მქონე პირებსა და მათი ოჯახების დახმარების მიზნით გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტებისა და კვლევების დაფინანსების პროგრამას ახორციელებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. კერძოდ, თბილისის მერიისა და ჯანდაცვის სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე მოქალაქეებისთვის ძვირად ღირებული მედიკამენტების, თავისა და ზურგის ტვინის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიის დაფინანსებას უზრუნველყოფს. აღნიშნული პროგრამა იყო ჩვენი საარჩევნო დაპირება და 2020 წელს დავიწყეთ მისი განხორციელება. პირველად მედიკამენტების დაფინანსებით დაიწყო ეს ყველაფერი. პროგრამა ეტაპობრივად გავაფართოვეთ და მას მაღალტექნოლოგიური კვლევები დაემატა, ასევე გადაწყდა სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფი მოქალაქეების მსგავსად მედიკამენტების პროგრამის ყველა მოსარგებლისთვის 100%-იანი დაფინანსება, რაც მათთვის სერიოზული ფინანსური მხარდაჭერა და დღეის მდგომარეობით ყველა ადამიანს, ვისაც აქვს ამის აუცილებლობა, შეუძლია მიიღოს მუნიციპალიტეტისგან 100%-იანი დაფინანსება. არა მხოლოდ სოციალურად დაუცველებს, არამედ ყველას აბსოლუტურად, ვისაც ამის საჭიროება აქვს. სამედიცინო წრეების შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციების შედეგად, მათ ჩართულობის შედეგად, მერიამ პროგრამაშიც ჩასართავ პირთა ასაკობრივი ზღვარიც მოხსნა. ასაკობრივი ზღვარი არ არსებობს და მთლიანად არის მოხსნილი. აღსანიშნავია, რომ ჩატარებული მკურნალობით შესაძლებელია ამ დაავადების აქტივობის დათრგუნვა და გაფანტული სკლეროზის მქონე პირთა ყოველდღიურ საზოგადოებრივ საქმიანობაში დაბრუნება. დღევანდელი მდგომარეობით მედიკამენტებსა და მაღალტექნოლოგიური კვლევების 2769 შემთხვევა იქნა დაფინანსებული ჩვენი მხრიდან. მე პირველ რიგში ყველას ჯანმრთელობა მინდა უსურვო, თუმცა საჭიროების შემთხვევაში პირადად მე, ჩვენი გუნდი, მთლიანად მუნიციპალიტეტი, ჩვენი არსებული პროგრამებით ყველანაირად გვერდით დაგიდგებით და დავეხმარებით იმ ოჯახებს, ვისაც ამის აუცილებლობა აქვს.